სახელითა მამისათა და ძისათა და სულის საწმინდისათა. ჩვენ ვცდილობთ, რომ სულიერ ცხოვრებაში არ ვიყოთ ზედაპირულნი და დავინახოთ ქრისტიანობა ისეთი, როგორიც ის არის, როგორიც უფალმა მოგვიტანა. რაც მეტად ვცდილობთ ჩავწვდეთ არსს ჩვენი რწმენისა, რომელიც დაუმსახურებლად ოდესღაც მოგვეცა და ჩვენს გულში დაამკვიდრდა. რაც უფრო მეტად ვცდილობთ ჩავუღმავდეთ იმას, თუ რა მოგვეცა, უფრო მეტად და მეტად ვწმუნდებით იმ დიდ გონება მიუწვდომელ პერსპექტივასთან ერთად, რომელიც ჩვენ გველოდება. უდიდესი და უზარმაზარი პასუხისგებლობაც ავიღეთ ჩვენს თავზე, როდესაც ჩვენი ნათლობის მადლის გაცოცხლებით, აქტუალიზირებით განვაცხადეთ, რომ შეუდგებით ქრისტეს. და იმ დღიდან, როცა ჩვენ ეს განვაცხადეთ, ჩვენ უბრალოდ რელიგიური ადამიანები კი აღარ ვართ, არამედ ისინი, ვინც ღმერთისგან მოცემულით კი არ კმაყოფილდებიან, არამედ რომლებმაც მიუხვდით, რომ სასუფეველი სამოთხე მარადიული სიცოცხლე არის არა რა, არამედ ვინ და ეს ყველაფერი თავად ღმერთია, ანუ ღმერთისგან მოცემული კი არ გვინდა, თავად ღმერთი გვინდა. და ეს განაცხადი საკმაოდ თამამიც. რა თქმა უნდა, ადამიანი ამას არათუ ვერ გაბედავდა, ვერც კი მიხვდებოდა და ესეც არის. სამყაროს რელიგიურ კაცობრიობის რელიგიურ ძიებას გადავხედავთ, ჩვენ მსგავს ვერაფერს ვნახავთ. არამედ ეს მოგვეცა როგორც საჩუქარი და როგორც დაუმსახურებელი საჩუქარი და ვალდებულება, როდესაც უფალმა პირდაპირ გითხრა, რომ შვილები ვართ სამყაროს შემოქმედის, როცა მამაო ჩვენო მოგცა. მაგრამ ყველაფერი, რაზე ჩვენ ვსაუბრობთ, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ დაცემული ბუნების ერთ-ერთი მთავარი ნიშანი, რომ ჩვენს სრულყოფილებას გარეგანში ვეძებთ, ეს დაცემული ბუნების ერთ-ერთი თვისებაა, იმიტომ რომ ასეც უნდა ადამი, როდესაც მას ეშმაკმა უთხრა, რომ გარეგანი რიტუალური აქტით, როგორც იყო იმ ნაყოფის შეჭმა, იგი ღმერთი გახდებოდა და მცნობელი კეთილისა და ბოროტისა. ეს თვისება, რომელიც შეზავდა, შესისხორცებული იქნა, მისი ბუნების ნაწილად იქცა ადამიანზე ვსაუბრობ, ეგეთი გახდა ადამი და ეს ყველას გენეტიკურად გადმოგვეცა და ჩვენ ამას ვატარებთ ჩვენში და ჩვენი ყველაფერი აბსოლუტურად, ჩვენი ყოფიერება ადამიანური ყოფიერების ყველა ასპექტი, მათ შორის რელიგიურობაც, თუ არ დავფიქრდებით, არ ჩაუღმავდებით, თუ კონცენტრირებული არ ვიქნებით, თუ პასუხისგებლობით არ მოვეკიდებით ჩვენ სულიერ ცხოვრებას, ის დარჩება გარეგანზე აქცენტირებული. უკეთეს შემთხვევაში ვიქნებით ფარისეველნი და უარეს შემთხვევაში სადუკეველნი. ამაზე ბევრი გვისაუბრია და რას ნიშნავს ეს აღარ ჩაუღმავდები. ამაზე ვსაუბრობთ ყოველთვის და თითქოს ამ ყველაფერს ვებრძვით. სიტყვიერად ყოველ შემთხვევაში, მაგრამ რეალურად სამწუხაროდ ხშირად ვივიწყებთ, იმიტომ რომ დავიწყებაც ერთ-ერთი ნიშანია, ერთ-ერთი თვისება დაცემული ბუნებისა, ვივიწყებთ ჭეშმარიტებას. ამიტომაც ხშირად უნდა ვახსენებდეთ საკუთარ თავს, თითქოს ერთ და იგივეს, მაგრამ როგორც წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს, სულ ერთ და იგივეზე გამხელთოდა, მაგრამ თქვენც რო არ წყვეტავთო იმ ერთ და იგივე ცოდვების ჩადენას, ესეა ჩვენც ერთ და იგივეზე ვსაუბრობთ ხშირად, მაგრამ ეს ერთ და იგივე მუდამ ჩვენთან არის და ვერ გავთავისუფლებულ ვართ ამისგან. ვიცით რა, რომ თუ ღმერთი არ ვიპოვეთ, ქრისტიანები არა ვართ თითქოს, ეს ცოდნა უკვე ძალიან დიდი გადადგმული ნაბიჯია. მინდა გითხრათ, სამწუხარო რეალობა ჩვენი ეკლესიურობისა, ჩვენი თანამედროვე ქრისტიანულ თანამედროვე შეიძლება ძველათაც ესე იყო, რა თქმა უნდა, ყოველ შემთხვევაში ხედავ და დღევანდელი გვაწუხებს, ეს მოურჩენელი პრობლემაა, რომ ადამიანი სულ რაღაცას ელოდება ღმერთისგან, მაგრამ თავად ღმერთი რომ უნდოდეს, ეს ამას ვერ ხვდება. აქედან იბადება ეს დაუსრულებელი მოთხოვნები ეკლესიისგან, რომ ეკლესია ხან რაში ჩაერთოს. ეკლესია არის იმისთვის, რომ ყველას უთხრას, რომ ხალხო ცხოვრების საზრისი ის კი არ არის როგორი სოციუმი გვექნება, ვინ არის მართალი და ვინ არის მტყუანი. არამედ ცხოვრების საზრისი არის, რომ თითოეულმა თქვენგანმა ეგზისტენციალური პრობლემა გადაჭრათ და გადაწყვიტოთ. სანამ ცოცხლები ხართ, ღმერთი იპოვეთ, თორემ არანაირი მართალი პოზიცია, გნებავთ პოლიტიკური, გნებავთ სოციალური და ასე შემდეგ არ გიშველით. როცა გარდაიცვლებით, არავინ არ გკითხავთ თქვენ, ვინ იყავით, როგორ იყავით, რას ფიქრობდით, ვისი მომხრე იყავით, ვისი მოწინააღმდეგე, რა გეგმები გქონდათ, რა პერსპექტივებს ელოდებოდით. არავინ არ გკითხავთ თქვენ ამათ. ერთადერთი რითაც თქვენ გადარჩებით, იპოვეთ თუ არა თქვენ ცხოვრებაში ღმერთი, რომელთანაც გქონდათ კავშირი, პიროვნული ერთობა, როგორც შვილს მამასთან.
ეს არის ერთადერთი გადამრჩენელი. როცა ადამიანი ამას ეკლესიაში ვერ ხედავს ყველაფერი იმას, ისი დანახვაც არაფრის მომცემი არ არის. მათ შორის ეკლესიის წევრთა მანკიერებებს. აბა ეხლა მე რომ მიყურებ და ამაზე გააკეთებ სწორებას, შენ ღმერთს იპოვი თუ არა? მე უნდა მიყურო იმისათვის რომ შენ ღმერთი იპოვო თუ არა, ეს ცხოვრებისეული საზრისი გადაწყვიტო? ჩემში იმდენ მანკიერებებს იპოვი და რა ამერე? იპოვებ და მერე და რა ამერე? ამისთვის ვართ ეკლესიაში. რომ ერთმანეთს დავაკვირდეთ, ეს როგორია, ის როგორია, ამას რა წონა აქვს, იმას რა ზომა აქვს, ის რა მანქანაზე ზის, ის როგორ მეტყველებს, ამას რა პოზიცია უკავია, ამისთვის მოვედით ჩვენ ეკლესიაში. და თუ ამისთვის თუ ადამიანი დგას, თუნდაც აქ, ან სხვაგან და დღემდე გონია რომ ამისთვის არის ეკლესიაში. ეს ლამის უიმედობაში მაგდებს მე, იმიტომ რომ ყველაფერს ვაკეთებ იმისათვის, რომ ადამიანები მიხვდნენ, რომ აქ მხოლოდ ქრისტესთვის ვარ. და მხოლოდ მას უნდა ვეძებდეთ. და ანუ ვიყოფინ ისე, რომ გარდავიცვალოთ და იგი ვერ ვიპოვოთ. ღმერთმა ნუქნას, აქედან იწყება ჯოჯოხეთი. და თუ ჩვენ ეს ჯერ არ ვიცით, ჩვენ წარმოდგენა არ გქონია, რას ნიშნავს, რომ ღმერთმა მოგცა განკაცებული ღმერთის წმენა. და ჩვენი ცხოვრების საზრისი არის რა, ღმერთი ვეძებო და მასთან ერთობა ვიპოვო. წმინდა წერილიდან გამოცხადებით ანუ ვიცით და საკუთარი გამოცდილებითაც უნდა ვგრძნობდეთ ამას, რომ ეს ის ვიწრო კარიბჭია, რომელსაც მრავალი ეძებს და ცოტა პოულობს და ის ცოტა ვინც პოულობს და გახსოვთ თუ არ ვხდებით გუშინ ვისაუბრეთ ამაზე, იმედი ადევნებ თვალყურს, რასაც ვსაუბრობთ. ის ვინც პოულობს, იმათაც კი შეიძლება პრობლემა შეექმნათ, ვაკანკუნოთ, უფალო განგვიღე და გავიგოთ პასუხი, არ გიცნობ შენ, თეოდორე, არ გიცნობ მე შენ. და როგორ კაცო, როგორ არ მისნობ, მღვდელი ვიყავი, შენს სიტყვას ვქადაგებდი, ამდენი ადამიანს ესმოდავ, წირავდი, ვიყოფინ, მაგრამ შეიძლება გავიგო, რომ არ გიცნობ, გამიმეოროს, მოქმედო უსჯულოებისა. და ეს იცით რა შემთხვევაში იქნება? როდესაც ამ ყველაფერს კი ვაკეთებდი, შეიძლება სასწავლებიც მომეხდინა, როგორც ხდებოდა ხოლმე, ზოგჯერ ხდება ესეთი რაღაც, ჩემგან კი არა საერთოდ. მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, არაფერს. ამით არ ცხონდება ადამიანი. ვისაც ეს არ მოსწონს, მას ქრისტიანობა ვერ გაუგია. ხო და უნდა ვეძებოთ უფალი და მისი ძიება და მისი პოვნა ეს კიდე ცალკე თემაა, რა მდგომარეობაში და მოხვიდე, რა მდგომარეობაში და მოვიდეს შენი გული, რომ მას წმინდა ეწოდოს, იმიტომ რომ რამე თუ ნეტარიყვნენ წმინდანი გულით და რამე თუ მათ ღმერთი იხილო. რა არის ეს, რას ნიშნავს ეს? და აი ამ ძიების მდგომარეობაში უნდა ვიყოთ და თან არ დაგვავიწყდეს, რომ ყოველი დღე, ყოველი წირვა, ყოველი ლოცვა შეიძლება იყოს ბოლო. აი დღეს მოვდიოდი წირვაზე, კიდევ ერთხელ ვფიქრობდით, ეს ბოლო წირვაა. ბოლო წირვაა, მეტი წირვა აღარ მექნება. რა არ იქნება ერთ დღეს ესეთი, შეიძლება ეს დღე კიდე დღეს იყოს. და როდესაც ამას ამბობ და განაწყობ საკუთარ თავს, რომ იმსახურო ბოლო ჯერ და მეტი აღარ გექნება არასოდეს, იმიტომ რომ უნდა გარდაიცვალო, აღმოაჩენ რომ სავალალოდ არაფერი მაინდა-მაინც არ იცვლება. რაღაც განსაკუთრებული სიმდაბლით, განსაკუთრებული გულმხურვალებით, განსაკუთრებული მჭრეტელობით, განსაკუთრებული კონცენტრირებით არ გამოირჩევა შენი ლოცვა, შენი მსახურება. რაც იყავი ისევ ესახარ. ანუ ის, რომ ესე მარტივი არ არის მოხვიდე იმ მდგომარეობაში, რომ ღმერთმა გითხრას მე შენ გიცნობ. ესე მარტივი არ არის ის მდგომარეობა, რომ აღმოჩნდე ცნობელი და ურთიერთობაში მყოფი ღმერთთან. ვიწრო კარიბჭეს ძიება ძალიან რთულია და როცა იმას იპოვი, კიდე შესულაც უკვე პრობლემური და ადვილი არ არის. თუ ეს ვერ დავინახეთ და თუ აი ძალიან ეს რბილად უყურებთ სულიერ ცხოვრებას, მერე იმდენი რამე შემოდის ჩვენ ცნობიერებაში, რომელიც დაგვაფკოლებს, მოგვაცდენს, გვერდზე გაგვახედებს, როგორც ხდება ხოლმე. ღმერთი მინდა იმიტომ, რომ რაღაცა, ანუ ღმერთი ხდება საშუალება, ასე დროს უკვე მერე ეკლესია ხდება საშუალება. თორე ცოდვა, თავისთავად, რომ ჩვენ ცოდვილები ვართ. ცოდვა არ აბკოლებს, ხო? და რადგან როცა ღმერთი ხდება საშუალება და ეკლესია საშუალება, და მე უკვე ეს ნიშნავს, რომ ღმერთს ვწყდები და საშუალება ნიშნავს იმას, რომ მე მინდა რაღაცის მოგვარება, თუნდაც ანგარებით, თუნდაც უანგაროთ, ამას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს. მე მინდა რაღაცის მოგვარება და ღმერთი მხოლოდ ამის საშუალებაა, მე უკვე ვეღარ ვხვდები
ღვთისნება რა არის. ვეღარ ხვდები ღვთისნება რა არის და უკვე ღვთისნებით, ღვთისთვალებით კი აღარ უყურებ სამყაროს, არამედ სამყაროს უყურებ ჩემი სიმართლით, ჩემი თვალებით და რას დაინახავ ხა ჩემი თვალებით და ჩემი სიმართლით სამყაროს რო შევხედავ, რას დავინახავ, როგორ ფიქრობ? პირველ რიგში დავინახავ ცუდ ადამიანებს, ცოდვილ ადამიანებს. და ცოდვილად ჩემსას ვერა და სხვებს ავინახავ. საინტერესოა რომ აი ამ კუთხით მე მინდა ერთი ადგილი წაგიკითხოთ წმინდა წერილიდან, რომელიც დღეს აღმოვიკითხეთ. ამას ჩვენ კითხულობთ პერიოდულად, მაგრამ შეიძლება ესე გავატარებთ ხოლმე ყურადღების მიღმა. დღეს აღმოვიკითხეთ ქრისტეს გენეალოგია. ეს რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ ღმერთი რო ადამიანად მოდის, ეს ადამიანი ხო რაღაც ჰაერიდან არ იყო, ხო? ეს ადამიანი იყო, ადამიანური ბუნება, რომელიც მან მიიღო, ადამიანური ხორცი, ადამიანური სული, ადამიანური ფსიქიკა, ადამიანური გონება, ლოგიკური აპარატი, ყველაფერი, ემოციები, ყველაფერი ადამიანი, გარდა პიროვნულობისა, პიროვნულობაში თვითონ შეიერთა, ანუ როგორც სუბიექტი პიროვნება ის ძეღვთისა, რომელმაც მიიღო ადამიანური ბუნება სრული, ჩვენნაირი გარდა ცოდვის. მაგრამ ეს ადამიანური ბუნება ხომ ადამიანისგან მიიღო მარიამისაგან და მარიამი ხო ამ ქვეყნის შვილია და რაღაც გენეტიკურ მემკვიდრეობას ხო ატარებს. გენეალოგია არის ძალიან საინტერესო. და ეს გენეალოგია შემთხვევით კი არ არის 100-ია ამგვარად. ეხლა გენეალოგიის განმარტებას არ დავიწყებ, მაგრამ აქ არის რამდენიმე ნიუანსი, რაზეც მე მინდა ყურადღება მივაქციო. იუდა, შვა, ფარეს და ზარა თამარისგან, სხვათა შორის გენეალოგიაში მხოლოდ კაცები უნდა იყვნენ. ამიტომაც არის, რომ იოსების ხაზით არის გენეალოგია და არა მარიამის ხაზით. ამან არ უნდა დაგვაბნიოს, იმიტომ რომ მარიამი და იოსები ნათესავები არიან. შესაბამისად, იოსების გენეალოგიური ხაზი იგივე მარიამის არის. მაგრამ როგორც წესი, კანონიკურად ესე იწერებოდა, მამიდან იწერებოდა ეს გენეალოგიური ხაზი. ძველ აღთქმაში ვხედავთ, თქვა, როგორ არის, აი თქვა აბრაამ შვა, თქვა, ხო, აბრაამი ხო არ შობს. მაგრამ აი ეს გენეალოგია კაცის ხაზით იწერებოდა და ესეც კაცის ხაზიდან არის, მაგრამ უცნაური ის არის, რომ ქრისტეს გენეალოგიაში 4 ქალის სახელია. ბუნებრივია, რომ 4 ქალი არ იყოს, საკმაოდ ყველა კაცი ქალის მიერ შობს, ამიტომ მაშინ აბრაამი თუა სარაც უნდა ყოფილიყო, თქვა, ხო, სიტყვაზე და ასე შემდეგ, რებეკა უნდა ყოფილიყო და ასე შემდეგ, მაგრამ არა. მხოლოდ 4 ქალია და ეს 4 ქალი ვინ არიან? პირველი არის თამარი, ვისაც ბიბლია წაკითხული აქვს, ეგრევე გაახსენდება ეს 4-ვე ქალი ვინ არიან. 4-ვე ქალი ძალიან ერთი ნიშნით არის გამორჩეული ამ გენეალოგიურ სიაში. რაღაცა მძიმე ცოდვის გამო. თამარმა რო შვა, ფარეს და ზარა, ეს ფარეს და ზარა შვა მრუშობისა და ინცესტის ცოდვის შედეგად. ვისაც ბიბლია არ წაიკითხავთ და ნახავთ. ანუ ეს მძიმე ცოდვით შვა, ეს ფარეს და ზარა. მერე საიდანაც მერე უკვე ეს გენეალოგიური ხაზი გრძელდება კერძოდ ფარესიდან. და მერე გრძელდება ფარეს შვა ესრომ შვა არამ და ასე შემდეგ. მერე არის სალმონ და სალმომ შვა ბოს. ეს ბოს გააჩინა რექაბი. რექაბი იყო პროფესიონალი მეძავი და მისი სახელია კიდე ქრისტეს გენეალოგიაში. თან წარმართი. ბოს შვა იობედ რუთისაგან. რუთიც იყო, ესე იგი, განათხოვარი, მერე ესე იგი რაღაც სხვა ატომის წარმომადგენელი და იქ ეხა მე არ მინდა ძალიან კარგი იყო ერთის მხრივ, მაგრამ აი სიწმინდის თვალსაზრისით ხო და რაღაც იქ დაინახავთ, რომ რაღაც უცნაურად ხდება იუდეველის ცოლი და ესეც რაღაც თლად ვერ ჯდება რაღაც იმ ჩარჩოებში, როგორ შეიძლება მოგვეწონოს და მერე იობე შვა იესე და იესე შვა ხო დავით მეფემ შვა სოლომონის, ცნობილი სოლომონ ბრძენი, ვისგან შვა სოლომონი? ურის ცოლისაგან. და ნახეთ, საინტერესო ისაა, რომ თამარის სახელი წერია, რეკაბის სახელი წერია, რუთის სახელი წერია და თან არ მოგწონს მათი ზნეობრივი მხარე, რომ ნახოთ ბიბლიაში მიხვდებით რაზეა საუბარი და ურის ცოლის, ანუ სოლომონის დედის სახელი საერთოდ არ წერია. ესე იგი, რა გააკეთა ამან ესეთი, რომ მისი სახელიც კი არ წერია. და საშინელება გააკეთა, საშინელება მოხდა იქ საერთოდ. და ნახეთ, ეს რას ნიშნავს? რატომ არის ხაზგასმული ეს 4 ქალბატონი ქრისტეს გენეალოგიაში? იმიტომ არის გაჩენილი, დაწერილი, არ არსებობს ცოდვა, რომელიც ღმერთმა არ გაპატიოს. ანუ ცოდვა არ არის პრობლემა ჩვენსა და ღმერთს შორის ურთიერთობაში, რა თქმა უნდა, ის ცოდვა დანახულია და მერე შენანებულია. თავარი პრობლემა არის ადამიანის ამბიცია,
რომ არის მართალი, ამბიცია, რომ ის მისი სიმართლე არის ერთადერთი და განუმეორებელი, რომელიც ხელს უშლის დაინახოს ჭეშმარიტი ერთადერთი ღმერთი, რომლის ერთ-ერთი უმთავრესი თვისება არის სიმდაბლე მორჩილებაში გამოვლენილი, რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს სხვა რელიგიის ადამიანებისათვის. ცოცხალი ღმერთი მრავალი ადამიანისათვის კაცობრიობის რელიგიურ ისტორიაში თვითონ ცოცხალი ღმერთი პარადოქსულად ჟღერს და წარმოუდგენელი რამეა მათთვის ეს. იმიტომ რომ პიროვნულობა და სიცოცხლე ყოველთვის რაღაც შეზღუდულობად მიაჩნიათ, რაც სინამდვილეში ასე არ არის. და მეორე ის რომ ესე იგი ეს ცოცხალი და ტრანსცენდენტული და პიროვნული ღმერთი ვისაც წამს, რომელიც ყოვლად ძლიერია, იმიტომ რომ გამაოგნებელი სამყაროა შექმნილი, ის არის მისი ერთ-ერთი უმთავრესი თვისება არის სიმდაბლე მორჩილებაში გამოვლენილი და გამოხატული. ესეთი ღმერთი მოდის ადამიანად და მას გახსოვთ სახელი უწოდებენო სახელს იესუს და ხაზგასმულია რატომ იესო რას ნიშნავს? მხსნელს ნიშნავს, რამე თუ მან იხსნეს ერი თვისი ცოდვათა მათთაგან. ანუ იესო მხსნელს ნიშნავს და ამით ჩვენ გვითხრა ღმერთმა, რომ გადასარჩენი ხარ ადამიანო, გადასარჩენი ხარ. იმიტომ რომ თუ არ გადარჩი, დაიღუპები, ვინც არ უნდა იყო, როგორიც არ უნდა იყო, რა კეთილშობილიც არ უნდა იყო და შენი გადარჩენა იმდენად რთულია და იმდენად შეუძლებელი იყო, რომ იძულებული გახვდი მე მოვსულიყავ. ამას ნიშნავს ეს. ამის დანახვა და ამის აუცილებლობის, ანუ შენთვის პირადად შენთვის, რომ galaktikების შემოქმედი ადამიანად მოსულიყო, ისე ვერაფერი ვერ გადაგარჩენდა შენთვის. აი ეს შენ უნდა დაინახო საკუთარ თავში. და მე მადლიერების ნიშნად, ხო? ჩაწვდე რა იმ დიდებულებას, რასაც ქრისტიანული სოფხედელობა ქვია, დაიწყო ღმერთის ძიება და ეს ინსტინქტი, რაც თავიდან გითხარი, რელიგიური დაცემული ბუნების ადამიანის რელიგიური ინსტინქტი, რომელიც თავის გარეთ ეძებს სულ რაღაც ჭეშმარიტებას, ეს თავის გარეთ ძიება ჭეშმარიტებისა არის ის, რომ შენ გარეთ ვერაფერს ვერ იპოვი, იმიტომ რომ აღმოჩნდა, რომ ღმერთი შენ შიგნით შემოვიდა, ხოლო შიგნით შენ არა ხარ. და შიგნით რო აღმოჩნდე, ეს ადვილი არ არის. მაგრამ შიგნით თუ აღმოჩნდები, ისიც უნდა სწორად აღმოჩნდე, იმიტომ რომ შიგნით შეიძლება შენ ეძებო საკუთარი სიამაყის, საკუთარი განსაკუთრებულების, საკუთარი პატივის მდგომარეობა, საკუთარი ეგოიზმის, აი შიგნით ყოფნით შეიძლება ადამიანმა საკუთარი ეგოიზმი განავითაროს, ბოღმა განავითაროს, სიძულვილი განავითაროს და ჩაიკეტოს. სიამაყის ერთ-ერთი თვისება ის იკეტება, გახსნილი არ არის. და შენ უნდა გაიხსნა და უნდა გაიხსნა არა ამასოფლის სულისთვის თან. გავიხსენი, კარგი, ამასოფლის სულის არა, არ უნდა ჩაიკეტო, შიგნით უნდა იყო, უნდა გაიხსნა, მაგრამ უნდა გაიხსნა არა ამასოფლის სულისათვის, არამედ ღვთისათვის და ადამიანის სადმი სიყვარულისთვის. რაღაცა ესე იგი ისე უნდა გაიხსნა, რომ ამასოფლის სული არ შემოვიდეს. ეს ყველაფერი ძალიან რთულია, გასაგებადაც ხშირად, მაგრამ მეორე სულიერი ცხოვრების პრაქტიკით ეს ნელ-ნელა განიმარტება და აიხსნება და თან მადლობა ღმერთს 2000 წლოვანი სკოლა გვიდგას უკან 2000 წლოვანი სკოლა გვიდგას ღმერთის სწორად ძიების. მაგრამ რა თქმა უნდა ჩვენ გვჭირდება ცოცხალი რწმენა ამ დროს, აი როგორც პავლე მოციქული ამბობს, თუ რწმენა არ გვექნა სწორი სარწმუნება, არაფერს აზრი არ აქვს. ეხლა ეს რასაც ვისაუბრეთ, ძნელი გასაგებია მორწმუნესათვისაც კი, მაგრამ ურწმუნო საერთოდ ვერაფერს ვერ იგებს და მათ შორის ეკლესიური ბრჭყალებში მორწმუნენი, იმიტომ რომ მე შეიძლება მართლაც გაუგებრავთ საუბრობ, მაგრამ პირშიც უთქვავთ, რომ რავი, რასაც საუბრობ, ვერაფერს ვერ ვიგებ. ვეუბნები კი, რა თქმა უნდა, იმიტომ ძნელი გასაგებია, მეც ვერ ვიგებ. როგორია ახლა, ღმერთი უნდა ეძებოს შენ შიგნით, ეს ლოგიკურად არ გაიგება, გესმით, არ გაიგება. იმიტომ რომ შიგნით რო ჩადიხარ, საკუთარ ეგოიზმს პოულობ და საკუთარ სიმართლეს და იმას, რომ ძალიან კარგი ხარ, მადლიანი ხარ და ასე შემდეგ და გონიერი ხარ და ერთადერთი ხარ და განუმეორებელი ხარ და ყველა შენ უნდა უყვარდე და ასე შემდეგ. ეს შეიძლება იპოვო, მაგრამ ის რომ შენში galaktikების შემოქმედი ცოცხალი პიროვნული ღმერთი იპოვო, ეს ყოველგვარი ლოგიკის მიღმა. ის რომ შენ ტაძარი ხარ ღვთისა, ეს ყოველგვარი ლოგიკის მიღმა. ძნელი გასაგებია, რა თქმა უნდა. მაგრამ ეს არის ჩვენი სარწმუნოება და ჩვენ უნდა მივიღოთ ის მოცემულობა, გამოცხადებითი ჭეშმარიტება ეს და შეუდგეთ ამ გზას, რომელიც ვიწროა, რომელიც ეკლიანია, რომელიც
რთულია, რომელიც ვიწრო კარების ძიებას გულისხმობს, რომელსაც ბევრი ეძებს ცოტა პოულობს და რო იპოვი, იქაც შეიძლება პრობლემა შეგექმნას და ვერ შეხვიდე. იმიტომ რომ იქ შესვლისათვის საჭირო აქ გქონდეს მსგავსება ღვთისადმის, როგორც იოანე მოციქული ამბობს, ჩვენ რო წარსდგებით მის წინაშე და ანუ რო გარდავიცვლებით, თუ ვცხონდით, აღმოვა ჩვენთ რომ როგორიც ის არის ქრისტეზე მიანიშნებს იოანე მოციქული, ეგეთები ვართ ჩვენც. და მის მარჯვნივ დავჯდებით და თავად როგორც ადამიანი თუ როგორც ღმერთია, გასაგებია, მაგრამ როგორც ადამიანური ბუნება, რომელიც მიიღო, როგორც ადამიანი, ამ სამყაროს მიღმა, სამყაროს შემოქმედის წიაღშია, მარჯვენით ჯდომა ამას ნიშნავს, იმ ძალაუფლების მქონია, რა ძალაუფლებას თავად ღმერთს უპყრია და ფაქტობრივად და მის მარჯვენა ჯდომა ნიშნავს, რომ იგივე მდგომარეობაში მოდიხარ. ანუ ყველაფრით იგივე ხარ, როგორც ღმერთი, ოღონ ეს ხდება საღვთო ენერგიით და არა ბუნებით, მაგრამ შენთვის და ჩემთვის ამას რა მნიშვნელობა აქვს, როგორც იგივე მდგომარეობაში იქნები, რა მდგომარეობაშიც ღმერთია. ოღონ მადლით, მაგრამ იმ მდგომარეობაში, რომ ის მადლი, ანუ ეს საღვთო ენერგია შენ და ღმერთს საერთო გექნება. რა თქმა უნდა, მან მოგცა ის გაძლევს ამას, მაგრამ შენთვის ამას რა მნიშვნელობა? როცა ადამიანები ამას ვერ ხედავენ, იბუტებიან ეკლესიის მიმართ. რწმენაზე გითხარით, რწმენა უნდა კონდეს ადამიანს, რწმენასთან დაკავშირებით ძალიან ესეთი საინტერესო შტრიხები აქვს, ხო, პავლე მოციქულს დღევანდელ ებრაელთა მიმართ ეპისტოლეში. მაგალითად, რწმენით შეეხიზნა აღთქმულ ქვეყანას ისე ვით უცხოს და მკვიდრობდა კარვებში ისააკსა და იაკობთან. იმავე აღთქმის თანამემკვიდრებთან ერთად აბრაამზეა საუბარი. აბრაამს ღმერთი ეცხადება და ეუბნება, აი ეს ქვეყანა შენთვის მომიცია. ეხლა მეტი რა გაგინდა, ხო, ღმერთი ეუბნება აბრაამს გამოცხადებაში, რომ აი ეს ქვეყანა, ეს ტერიტორია შენი და შენი მემკვიდრეებისთვის არის. მაგრამ მიუხედავად ამისა, მას ამბიცია არ გამოუხატავს, იქ ცხოვრობდა, ოღონ რწმენით და რწმენით თავისია ღმერთმა მისცა და შეეხიზნა, ანუ შეეხიზნა, გესმის? შეეხიზნა, როგორიც უცხოს, ვით უცხოს და კარვებში, კარავი რას ნიშნავს? არაუშენებია ქვის სახლები. თავისი ტერიტორია ღმერთმა მისცა, არაუშენებია. რატომ? და იმიტომ რომ კარავი ამ შემთხვევაში არის სიმბოლო იმისა, რომ ჩვენ მდგმურები ვართ ამ სოფელში, დროებით ვართ ამ სოფელში და აი ეს რწმენა ამასაც გულისხმობს, რომ ჩვენ აქ ხიზნები ვართ და როგორც არ უნდა კომფორტი მოვიწყოთ ამ სამყაროში, მაინც დროები ვართ, ეს არასოდეს არ უნდა დაგვავიწყდეს და უმთავრესი მიზანი, ეს ეგზისტენციალური მიზანი ღმერთთან კავშირისა არ ჩაანაცვლოს რაღაცა დროებითმა ამ ქვეყნიურმა, თუნდაც რომ ეჩვენებოდეს, რომ ასე და ამგვარად უნდა გაკეთდეს, ეს არის სიმართლე. ასე იყო აბრაამი და კარვებში ცხოვრობდა, იმიტომ რომ ელოდა ქალაქს, რომელიც მტკიცე საძირკველზე დგას და რომლის ხუროთმოძღვარი და მშენებელიც არის ღმერთი, პავლე მოციქული ამბობს. ეს ქალაქი, რომელიც საძირკველზე დგას, ეს საძირკველი თავად იესო ქრისტეა, როგორც პავლე მოციქული იტყვის. ეს ხელთუქმნელი ქალაქია, ეს სამეფოა, ხელთუქმნელი სამეფოა. და პირდაპირ ხილული გაგებით შეიძლება ითქვას, რომ ამის რეალიზება მოხდა, როცა ქრისტემ ეკლესია დაარსა. მერე აი ამ რწმენისათვის ამასოფლის სულს ესეთი ხალხი არ მოსწონს და რწმენის ერთ-ერთი გამოვლინება არის რა, რასაც ჩამოთვლის პავლე მოციქული. როგორ დაითმინეს მორწმუნეებმა რა? გმობა, გვემა, სხვებმა ბორკილები, დილეგი, იყვნენ ჩაქოლინი, შუაზე გადახერხილნი, ხმლით განგმირულნი, ცხრის და თუტყის ტყავებით მოარულნი, გაჭირვებულნი, ურვილნი, ძვირხილნი, უდაბნოებსა თუ კლდეღრეში მოხეტიალენი, მღვიმეებსა და ნაპრალებსა შეფარებულნი და მერე ამბობს, რომელთა ღირსიც არ იყო მთელი ქვეყნიერება. აი, რწმენა ხანდახან ამაში ვლინდება, ეს მოწამეობრივი მდგომარეობა, რომ ამოწმებ ჭეშმარიტ ღმერთს, ამასოფლის სულმა შეიძლება ისე მოგიძულოს, რომ აი ამ მდგომარეობაში აღმოჩნდე. სხვათა შორის ესეთი მდგომარეობა ყველაზე ანუ როცა გიჭირს ძალიან და როცა მით უმეტეს უსამართლოდ იჩაგრები ქრისტესთვის და არა საკუთარი ეგოიზმისა და ამბიციებისთვის და საკუთარი შეხედულებისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ნუ გვექნება 100%-იანი დარწმუნებულობა, რომ ჩვენი შეხედულება არის სწორი. გესმით, ეს ძალიან საშიში მდგომარეობაა.
ხოლო ქრისტესთვის თუ იდევნები, ანუ ერთადერთი ჭეშმარიტებისათვის, ერთადერთი ობიექტური სინამდვილისათვის, ეს მოწამეობრივი მდგომარეობა, ტანჯული და მოწამეობრივი მდგომარეობა იდეალური სიტუაციაა, რომ შიგნით ჩახვიდე, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია ღვთისძიებისათვის, შიგნით და შიგნით მყოფნი გავხდეთ და შიგნით კიდევ იპოვი ღმერთს, როდესაც ქრისტესათვის ხარ ესე და არა საკუთარი სიმართლისთვის. ყოველ მათგანს კეთილი მოწმობა ჰქონდა. კეთილი მოწმობა ნიშნავს დასტური, რომ იესო ქრისტე არის ღმერთი, ჩვენ ესე გვაქვს, მაშინ ინტუიციურად იყო ასე. ის ძველ აღთქმაში, ძველი აღთქმის სიუჟეტია განხილული, მაგრამ ძველი აღთქმის ნამდვილი ჭეშმარიტი ინტუიცია ისე მუშაობდა, რომ ქრისტე რო დაენახა, იცნობდნენ და ის ადამიანები, რომლებმაც ქრისტე იცნეს, სწორედ იმგვარინი იყვნენ, მაშინ რომ ძველი აღთქმის მართლების გვერდზე დადგებოდნენ. და ეს კეთილი ინტუიცია ჩვენში არსებობს უკვე, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ ქრისტე ღმერთია, მადლობა ღმერთს. მაგრამ ეს კეთილი ინტუიცია მოწმობის სახით ვლინდება. ანუ ჩვენ არა უბრალოდ გვწამს, არამედ დარწმუნებული ვართ, რომ იესო ქრისტე ღმერთია. ეს მოწმობა შიგნით გვაქვს სულიწმინდა ღმერთის მიერ. და ამ დროს მარტონი არა ვართ და მე აგზელებს პავლე მოციქულე ცნობილი სიტყვებია, თქვენ იცით, ჩვენ ცრაკიღა ღრუბელივით გარს გვახვევია, ესოდენი მრავალი მოწმე, აი ამგვარი და ეს უზარმაზარი დასი წმინდანებისა, ჩამოვიშოროთ ყოველგვარი სიმძიმე თუ ხელფეხ შემკვრელი ცოდვა. ანუ ეს ჩვენ სტიმულს გვაძლევს, მოტივაციას გვაძლევს, რომ მარტონი არა ვართ. ეკლესიაში არა ხარ მარტო, ლოცვითა წმინდათა მამათა ჩვენთათა. იწყებს ადამიანი ლოცვას, უფალო იესო ქრისტე ღმერთო ჩვენო შეგვიწყალე ჩვენ. ანუ აი ამ უზარმაზარი მილიონობით ადამიანით, რომელიც ჩვენ ზურგს უკან გასდა, ვინც ის მილიარდობით, რომელიც ზეციური ეკლესიას წარმოადგენენ, მათი საშუალებით მივდგავართ ჩვენ ასე მყარად ფეხზე და მოთმინებით და ვძლებთ ცოდვებს, იმედიანად ვართ და მოთმინებით აღჭურვილი, მოთმინება როგორც არის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი ეშმაკის და ამასოფლის სულის და ჩვენში ცოდვის დამარცხებისა, მოთმინებით გავლიოთ ჩვენს წინაშე მდებარე სარბიელი და ეს სარბიელი რამდენია რა, რამდენი ხანი ცოცხლობს ადამიანი, დროში რო განსაზღვრო ძალიან ცოტა ხანი. ჩვენ დიდხანს არ ცოცხლობთ. ანუ ცოტა გვაქვს მოსათმენი, მით უმეტეს რომ ჩვენი არსებობა, ყოფიერება ფოკუსირებულია იესო ქრისტეზე. და ესეც ამბობს პავლე მოციქული, თვალი მივაპყროთ იესოს რწმენის წინამძღვარს და სრულმყოფს, რომელმაც ადამიანურად დაითმინა ჯვარი და დაждდა ღვთის ტახტის მარჯვნივ, ანუ ადამიანი აიყვანა იმ სიმაღლეზე, რომლის წარმოდგენაც არ შეგვიძლია, ოღონდ ეს თვალის მიპყრობა იესოზე ხდება ჩვენს შიგნით. ეს არის კულტურა ქრისტიანისა, რომელიც აუცილებლად უნდა ჩვენ საკუთრებად იქცეს. რომელიც უნდა ვლინდებოდეს ყოველ წამს, როდესაც ჩვენ ვიხსენებთ ღმერთის სახელს, როდესაც ჩვენ ვდგავართ წირვაზე. და გვახსოვდეს ამავე დროს, რომ ეს არის რთულად მისაღწევი მდგომარეობა, რომ ჩვენში ქრისტე ვიპოვოთ. ეხლა შობის დღესასწაული ახლოვდება და შობის დღესასწაულის მისტიკური აზრი, ის რომ ისტორიულად მოხდა ერთია, მაგრამ მისტიკური აზრი თითოეული ჩვენგანისათვის მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენი ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ისე გარდავიცვალოთ, რომ ჩვენში ქრისტე არ იშვას შეგრძნებითად, ჩვენთვის შეგრძნებითად. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამისათვის. ამისთვის ვართ ეკლესიაში, ამისთვის დაარსა ქრისტემ ეკლესია და სხვა არაფრისთვის. და ვიყოთ ასევე მაგალითი, ჩვენ რო ასე ვცხოვრობთ, ასე უნდა ვიცხოვროთ რა, ეს ჩვენს ასოციალურობას არ ნიშნავს და ჩვენს განდგომილებას ჩვენი ხილული სამშობლოდან. პირიქით, ეს არის ერთადერთი ის დახმარება, რითაც ჩვენ შეგვიძლია ყველაზე ქმედითად დავეხმაროთ ჩვენ ქვეყანას და კიდევ ერთხელ მოუწოდებთ, როგორც ყოველთვის, რომ ხალხო ქრისტე დაინახეთ, ქრისტეში გავერთიანდეთ და ჩვენი სამშობლო მხოლოდ ამ შემთხვევაში გადარჩება, თორე ჩვენ ას ერთმანეთს დავჭამთ და შედეგად მივიღებთ, რომ გავქრებით და არა მარტო ჩვენი შვილიშვილების თაობაში გავქრებით, არამედ ჩვენც კი შეიძლება მოვესწროთ ამას, თუ ჩვენ ქრისტეში არ გავერთიანდებით. ეს არის ეკლესიის სიტყვა. მაგრამ ამისათვის ამ სიტყვას რომ ძალა ქონდეს, ჩვენ უნდა მოვიდეთ ამ მდგომარეობაში, რომ ქრისტე ჩვენში ვიპოვოთ და ჩვენ სიტყვას მაშინ ძალა მიეცე, მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს და სიყვარული ღვთისა და მამის
და ზიარება სული საწმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.